მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქალაქში, სადაც ისტორია და ბუნება ჰარმონიულად ერწყმის ყველაფერს. ეს ბორჯომია. აქ არ ჩავარ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სერაფიმე საროველის სახელობის ეკლესიაში, სადაც ძალიან ბევრი ხალხია, თუ დაკვირდებით, გატენილი აქაურობა და კოღოები კიდევ ვერტალიოტებივით არიან. ეს ჩვეულებრივი კოღო არ არის, ეს არის კამეჩი კოღო. აი ნახეთ. კამეჩს ხო გავს, ეს არის კამეჩი და არა კოღო. თქვენს თვალწინ მივაკლავ ახლა. ახლა ვაპირებ ჩემი დრონი აუშვა. დავნახოთ ზემოდან როგორია ეს ლამაზი ბუნება. ჩვენი მოგზაურობის ერთ-ერთი განსაკუთრებული გაჩერება სერაფიმე საროველის სახელობის ეკლესიაა. აქ შესვლისთანავე იგრძნობა სიმშვიდე, რომელიც თითქოს დროს აჩერებს. ეკლესიაში არის ერთი განსაკუთრებული ადგილი, ქვა, რომელიც სიმბოლურად წმინდა სერაფიმე საროველის იმ ცნობილ ღვაწლს გვახსენებს, როდესაც იგი 1000 დღისა და ღამის განმავლობაში კლდეზე მდგომი ლოცულობდა. ეს არის ადამიანური მოთმინებისა და რწმენის სიმტკიცის სიმბოლო. აი როგორც გითხარით, ეს არის სერაფიმე საროველის ეკლესიაში ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი. ამ ქვაზე წმინდა სერაფიმე საროველი 1000 დღე-ღამის განმავლობაში ლოცულობდა. კელიაში შესვლისთანავე კი დააკვირდებით სერაფიმე საროველის ულამაზეს ფრესკას. ესეთი ნახატია. ეს ჭასავით ადგილი არის მცირე შესაწირი, სადაც ადამიანები მოდიან და ტოვებენ შესაწირებს. აი თუ დააკვირდებით, რამდენი ხურდაყრია შიგნით. აქ არის უცხოური ვალუტებიც. ნებისმიერი ერის ადამიანი ყრის აქ ფულს. ეს არის აქაურობის დარაჯი. სახელად ცუგრიკო, მე დავარქვი ცუგრიკო. ცუგრიკო შეიძლება წყალი დავლიო? მაგრამ არ მალევინებს წყალს. შენ კარგად იყავი, გაგიმარჯოს წავედი. მოვითმენ აღარ მინდა წყალი. ეს არის ჩემი საყვარელი ადგილი. არა მარტო ზაფხულში, არამედ ზამთარშიც ამოდივარ ხოლმე და ულამაზესი აქაურობა. აი მთლიანად დათოვლილია ხოლმე და უფრო ლამაზი სანახაობა. ცუგა. ეს არის მეორე ცუგრიკო. ხო არ მიგვენ? მოკლედ რა უნდა გაითვალისწინოთ აქ თუ წამოხვალთ. ეცადეთ ასე შუადღის საათებში არ წამოხვიდეთ, რადგან ბევრი ექსკურსია არის, სკოლის ექსკურსიები და უბრალოდ ვერ დაისვენებთ რა. აი ნახეთ, ხმაურია, ბავშვები დარბიან, ჭყიპინებენ. ეცადეთ წამოხვიდეთ ან ძალიან დილით, ან საღამო საათებში. აქ დროს მივდივარ სახლში, ახლა დაიწყება ხმაური. ნახეთ რა სილამაზეა მეგობრებო. შეხედეთ. ამაზე კარგ ადგილას საწახვალთ თუ არა აქ. აქვე წავაწყდით რაღაც უცნაური წარმოშობის სოკოს. დაწერეთ რამდენი ლაიქზე შევჭამო. 100 ლაიქზე თიც დავადებ, 500 ლაიქზე დავსუნაო. მაგრამ ეს ვიდეო თუ გავარდა, ამას შევჭამო. მეორე სოკოსაც მივაგენით. იმედი აქ არ ჩავარდები. არა, ლამაზი სოკოა ეს.
ეს იქნება სადამაყვანა დიდი ალბათობით. როგორც ყოველთვის ღორები საქართველოს ყველა კუთხე კუნძულში დაიარებიან. ეს ერთ-ერთი ღორის დატოველი. ჩვენ ახლა გადავინაცვლეთ უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მდინარე ჩამოედინება. ხმასაც გაიგონებთ. როგორც ჩანს აქ ოფროუდებსაც აწყობენ ხოლმე. გზასაც ემჩნევა. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა. გზების დამახსოვრების ორიენტაცია არ მაქვს. ყოველთვის ვიკარგები ხოლმე. გინდ მანქანით, გინდ ფეხით. საიდან მოვედი ახლა? თუ ვიცოდი, აზრზე არ ვარ. ბორჯომში არიან ძალიან უცნაური ჭრელი კოღოები რა. იმ კაცის არ იყოს ამოყობს თავს და მიიყურებს ესე. ამოყობს თავს და მიიყურებს ეგრე, ჰა? უცბად რომ მიკმინოს რა გავქნა? უცბად რომ მიკმინოს მე რა გავქნა? ახლა ტყეში ერთი დათვი როგორ არ არის. ვიდეოსთვის მინდა რომ სპეციფიკები ქონდეს ცოტა და ჩემი ვიდეო გავარდეს. აბა ისე არავინ მილაიქებს და დათვი მაინც იყოს. გამომეკიდებოდა, არ მე გავიკიდებოდი პირიქით. რა ხილა ფოტოაპარატი მაქვს. ვესროდი და გაიქცეოდ. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. სასწრაფოდ წავიდეთ ორე. წეღან ორმა კოღომ დამიჭერა იქ და იმ ხელები იყვნენ, მაგრამ ცემეს. ერთი მიჭერდა, მეორე მირტყავდა. ნუ მოკლედ რო შევაჯამოთ აქაურობა. გარემო 10-დან 100 ქულას დაუწერდი. იდეალური გარემოა. საპიკნიკეთ თუნდაც დასასვენებლად. ნუ შუადღისას არ წამოხვიდეთ, როგორც გითხარით. ბევრი ხმაურის გამო. ექსკურსიებია, ახლა ექსკურსიის პერიოდებია და მაგიტომ ეცადეთ ხოლმე დილით წამოხვიდეთ ან საღამოს საათებში. გაითვალისწინეთ, კოღოები არიან ძალიან ბევრი. ასე რომ ჩაიცვით ჟაკეტი ან მოსაცმელი. დანარჩენს კი კადრებშიც განახებთ, როგორია ეს ბუნება. დროებით მეგობრებო.